ხელოვნური ინტელექტის სარგებელზე კვლავ თანხმდებით. მას შეუძლია ჩვენს მაგივრად დაწეროს წერილები, გააკეთოს ანალიზი, გადაჭრას რთული ამოცანები და საბოლოო ჯამში ცხოვრება გაგვიმარტივოს. თუმცა ზოგჯერ უდიდეს კომფორტს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მეცნიერები სულ უფრო ხშირად გვაფრთხილებენ ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენებით გამოწვეულ კოგნიტურ დაქვეითებას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი, როცა ჩვენ ტვინს ვართმევთ ფიქრის ფუნქციას და მას მანქანას ვაპარებთ. რა გავლენას ახდენს ეს პროცესი ჩვენს მეხსიერებაზე, იწვევს თუ არა ტვინის გამოფიტვას, ეგრეთ წოდებულ brain rot-ს და ნამდვილად გვართმევს თუ არა AI კრიტიკული აზროვნების უნარს, უფრო მეც ამთავრდა ჩვენი მუდმივი სტუმარი არსენ სებისკვერაძე. მოგუყვება არსენ, გამარჯობა. მოგესალმებით, ლევან ნინი. იქამდე სანამ უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტზე გადავალთ, უნდა გავიხსენოთ ეგრეთ წოდებული Google-ის ეფექტი. ჯერ კიდევ ინტერნეტის საყოველთაო გავრცელებისას მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ადამიანებმა ფაქტების დამახსოვრება შეწყვიტეს და მათ აღმოაჩინეს, რომ ამის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ამ ინფორმაციის ნებისმიერ დროს ინტერნეტში მოძიება შეეძლოთ. სამწუხაროდ დღეს უარეს რეალობაში ვართ, რადგან თუ კი Google-ში მხოლოდ ინფორმაციას მოვიძიებდით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანებმა თავად აზროვნების პროცესი და ამოცანების გადაჭრის უნარი გადააბარეს ხელოვნურ ინტელექტს. მე ცოტა საერთოდ ვუყურებ მაგ მოსაზრებას, რომ შეიძლება რაღაცნაირად ადამიანის კოგნიტური თვისებები დააქვეითოს. ანუ მაგითო ამოწმებ არსებობს თუ არა რაღაც კვლევა, იმიტომ რომ ყველგან ძალიან დიდი სარგებელი მოიტანა, მათ შორის ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სამედიცინო სფეროში და არა მხოლოდ და რა ამბობს კვლევები, ესეც რო გითხრა. ნინი, კვლევები არსებობს, რა თქმა უნდა, და ეს კვლევები არის შოკის ბომბურელი. მაგალითად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი კვლევა. სტუდენტები დაჰყვეს 3 ჯგუფად და თითოეულ ამ ჯგუფს დაავალეს ესეც დაწერა. იმ განსხვავებით, რომ მაგალითად პირველი ჯგუფი მხოლოდ საკუთარი უნარით, საკუთარი გონებით შეძლებდა ამ ესეც დაწერას, მეორე ჯგუფს შეეძლო Google-ის გამოყენება, ხოლო მესამე ჯგუფს ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ ChatGPT-ის. და ანუ თავარი აზრი ამ კვლევის იყო ის, რომ მთელი პროცესის განმავლობაში მათი ტვინის აქტივობა სპეციალური აპარატით აკვირდებოდნენ და როგორც აღმოჩნდა, ის სტუდენტები, რომლებიც საკუთარი გონებით და საკუთარი უნარით წერდნენ ამ ესეს, მათი ტვინის აქტივობა იყო ძალიან მაღალი. ისინი, ვინც Google-ის იყენებდნენ, ასევე მათი ტვინის აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ისინი, ვინც ChatGPT-ს იყენებდნენ, ანუ ხელოვნურ ინტელექტს, მათი ტვინის აქტივობა დაეცა 55%-ით. მგონი ვიღაცები, ვინც იყენებენ ChatGPT-ს, როცა ესეს წერენ, მე მგონია, რომ ყოველთვის მე ეს ტვინის შესაძლებლობები სხვა რაღაცაში ითარგმნება, ანუ თუ შეიძლება არ დაწეროს ესე, იმიტომ რომ შეიძლება არ გქონდეს უშუალოდ აი სკილები და ეგ შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, რომ რაღაცნაირად წეროს, გამოხატოს, და შეიძლება სულ სხვა თვისებებში იყენებდეს საკუთარ ტვინს და რაღაცნაირად მაინც ჯერ კიდევ საერთოდ ვუყურებ, ბოლომდე მოგისმენ. კარგი, კიდევ ერთი არგუმენტი მაშინ, ლევან, ნეირომეცნიერები გვაფრთხილებენ შემდეგ რამეზე. შენც ახსენე სიტყვა სიღრმისეული ფიქრი და ანალიზი არის ის რაც ჩვენთვის ადამიანებისთვის არის გადამწყვეტი, ანუ ყველაზე მთავარი რამ. და თუ კი ეს პროცესი ანუ რეგულარულად არ გაგრძელდება, თუ ჩვენი აზროვნების პროცესს ხელოვნური ინტელექტით ჩავანაცვლებთ, მაშინ ტვინი გამოიფიტება და მისი განვითარება შეწყდება. ნეირომეცნიერები ამ პროცესს ადარებენ GPS ნავიგაციაზე დამოკიდებულებას. ცნობილი ფაქტია, კვლევებითაც დასტურდება, რომ GPS-ის ფართო დანერგვასთან ერთად ადამიანებში სივრცითი მეხსიერება დაქვეითდა, რამაც თავის მხრივ ხანდაზმულებში ალცჰაიმერისა და დემენციის განვითარებას შეუწყო ხელი. ანუ დროთა განმავლობაში თუ ჩვენ ამ პროცესს ასე გავყვებით, შესაძლებელია სრულად რომ ტვინის განვითარება შეწყდეს. ანუ ჩვენ ტვინი არ უნდა ვამყოფოთ კომფორტის ზონაში, რასაც შენ ამბობ დინი, რომ რაღაც თქვა გარკვეული დავალებები გადავავალოთ მას. ანუ ეს არ უნდა მოვახდინოთ, რადგან ტვინი გაზარმაცდება. ალბათ ფიქრი საკუთარ თავზე, რაღაცა პრობლემებზე, არ ვიცი, ანალიზზე, არ უნდა მივანდოთ ბოლომდე მას და მე ჩვენც მის მიერ მოწოდებული ფაქტები ჯობია რომ გავაანალიზოთ ალბათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა ძალიან ფაქტების შეგროვებაში, რაღაცა კვლევებში, როცა გინდა რომ ბევრი ინფორმაცია ერთად შეაჯამო, შეადარო რაღაცას, არ ვიცი, კინოზე დაელაპარაკო, ნებისმიერ რამეზე, ალბათ კარგი საშუალება, მაგრამ ალბათ რაღაცა ტიპის წითელი ხაზი უნდა იყოს, რომ ყველაფერი არ მიანდო AI-ის, რასაც შენ ამბობ, იმიტომ რომ მაგის საფრთხე ალბათ არსებობს ნამდვილად. ხო, და კითხვარი რა არის გამოსავალი მაშინ, ხო? ამ ყველაფრის ფაზე. მეცნიერები მხარს უჭერენ გამოსავალზე თუ საუბრობთ ჰიბრიდულ მიდგომას. ანუ მათი აზრით ადამიანმა და ხელოვნურ ინტელექტმა უნდა ითანამშრომლოს რთული ამოცანების გადასაჭრელად. და ანუ ესეთ მიდგომას უჭერენ მხარს, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა ვაქციოთ ჩვენს ინტელექტუალურ სპარინგ პარტნიორად. შენ რაც ახსენე ნინი, მაგალითად ტექსტების მოძიება, თქვათ, ინფორმაციის დამუშავება, ამ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი იდეები, ჩვენი ტექსტები და ვთხოვოთ მას, რომ გაგვაკრიტიკოს. და როდესაც გაგვაკრიტიკებს, უკვე უნდა დავიწყოთ ამ ტექსტების და ამ მასალების დამუშავება, რაც მოგცემს ორ შედეგს.
ეს ჩვენი არგუმენტები, ეს ჩვენი ტექსტები, ეს ჩვენი მასალები უკეთესი იქნება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ტვინი არ შეწყვეტს განვითარებას და მოკლედ ინტელექტუალური ძალისხმევა გაიზრდება. მგონი რომ ჩვენ ვერ მივვალთ სასრულო გასასუსამდე ამ საუბრის მეშვეობით, თუმცა ნიშნავენ განვიხილოთ რეალურად ის საფრთხეები რაც გვაქვს და ასევე ისიც რომ ბევრი საგებელი მოაქვს და ავწონოთ რა და უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დიდი მადლობა რომ ამ თემაზე გვესაუბრე. მადლობა ძალიან საინტერესო.